მოგესალმებით მეგობრებო და მე გავაკეთებ თქვენთვის საჯარო გაშლას, რას ფიქრობს თქვენი მამაკაცი თქვენზე, რას გრძნობს, ფიქრი, გრძნობა, ემოცია. ასე გავაკეთოთ საჯარო გაშლა ურთიერთობაზე და ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია, რა ურთიერთობაა ახლა და ამჟამად თქვენს შორის. ნახეთ. რაღაც დაძაბულობის გამო, რომელსაც მოყვა კონფლიქტი, ერთ-ერთი თქვენგანი წასულია ურთიერთობიდან, შეიძლება ორივეც. კონფლიქტი საკმაოდ დაძაბული იყო, გონია რომ აქ კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ რომელი უფრო ძლიერია, რომელი უფრო ლიდერია, აქ ისეთი ენერგია მოდის, თითქოს პირველობა ვერ გაიყავით. არც ერთმა არ დათმეთ ამ ურთიერთობაში. რის გამოც შევიდა ჩიხში ურთიერთობა და მოხდა კონფლიქტი. ორივე თქვენგანი, ან ერთ-ერთი თქვენგანი გასულია ახლა და ამჟამად ურთიერთობიდან. ნახოთ. რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ახლა და ამჟამად თქვენზე, რომელიც ცოტა რებას გაბუდულია. მეგობრებო, ეს ადამიანი კვერთხების მეფედ, ცეცხლოვან მეფედ გამოგვეცხადა და ეს ადამიანი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აპათიურ, დეპრესიულ მდგომარეობაშია. განიცდის ამ ამბავს, რაც თქვენს შორის მოხდა, ეს კონფლიქტი, დაძაბულობა, დანგრევა და ეხლა ამჟამად ეს კვერთხების მეფე, ეს ცეცხლოვანი მეფე საკმაოდ დაძაბულია, სინანულშია, განიცდის აი ამ ნგრევას თქვენს შორის. ეს კონფლიქტი ხომ არ გამოიწვია რაღაც საიდუმლომ, რაღაც ამბვის გაგებამ, რაც აქამდე არ იცოდა მან. აქ მოდის ისეთი ენერგია, რომ თითქოს რაღაც დაფარული გამჟღავნდა, რის გამოც ეს ადამიანი აფეთქდა, ვერ შეიკავა თავი და გამოიწვია აი ეს დიდი კონფლიქტი, რაც თქვენს შორის არის. ეს ფიქრობს ეს ადამიანი. მიუხედავად აი ამ კონფლიქტისა, ეს ადამიანი ახლა გზებს ეძებს თქვენთან მოსასვლელად. საკმაოდ კარმულია, მინდა გითხრათ, თქვენი ურთიერთობა, ალბათ იცით, რაც არის კარმული ურთიერთობა, აი ვერც ერთად ხართ და არც ერთმანეთის გარეშე შეგიძლიათ ყოფნა. და ზუსტად აი ახლა აქვს საშინელი მონატრება თქვენს მიმართ ამ ადამიანს, საშინელი მიჯაჭვულობა, ძალიან სურს მათ თქვენთან ყოფნა და აი ახლა და ამჟამად ფიქრობს, როგორ მოვიდეს თქვენამდე, როგორ რა გზა მონახოს, რომ მოვიდეს თავის
თასების დედოფალთან მარჯანს ახლა თასების დედოფალთან მისთვის ძალიან საყვარელი ხართ, ძალიან სასურველი ქალი ხართ, მასში საოცარ ემოციებს იწვევთ და ენატრებით. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. ენატრებით, მეგობრებო, ნახეთ, ენატრებით. აუცილებლად მისი გრძნობები ვკითხეთ, ანუ ენატრებით და მისთვის მთელი სამყარო ხართ, შეუცვლელი ადამიანი ხართ, თქვენ მისთვის მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრჯერ ხშირად სიზმარშიც კი გხედავთ. ენატრება ის განვლილი პერიოდი, იხსენებს ხშირად იმ კარგ მშვენიერ წუთებს, რაც ერთად გააგიტარებიათ. ახლა და ამჟამად შეიძლება ინტერნეტში ათვალიერებდეს თქვენს ფოტოებს და იხსენებდეს თითოეულ მომენტს, რაც ძალიან ენატრება. საოცარი ენერგიები წარმოვიდა. ნახოთ, რას მოიმოქმედებს უახლოეს ერთს კვირაში ეს ადამიანი. თქვენ ჩაიფიქრეთ, თუნდაც წლის ბოლომდე თქვენთვის სასურველი პერიოდი აიღეთ. უბრალოდ დიდი დრო არ არის სასურველი. მოდი ვნახოთ, თუნდაც რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში 2025 წლამდე. ნახოთ. 2025